რა დამსახურებით დააწინაურეს ნიკოლოზ ხურცილავა? ამ კითხვაზე პასუხი დღეს ადვოკატებმა ვერ მოისმინეს. დაცვის მხარემ რამდენჯერმე დააზუსტა, მიიღო თუ არა ხურცილავა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა რაიმე განსაკუთრებულ ოპერაციაში, რის გამოც შეიძლებოდა რომ ის დაეწინაურებიათ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებიდან, სადაც 3 წელი იმუშავა, გურიის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაეყვანა. ბუნებრივია, მკითხები ჩნდება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწინაურა ნიკოლოზ ხურცილავა მას შემდეგ, რაც მან მისცა სწორედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ჩვენება, გამოძიებაში ჩაიდო მისი ჩვენება და ეს არის ის პოლიციელი, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს ამ საქმეში, მას ტუჩი გაუსკდა, როგორც თავად თქვა სასამართლო პროცესზე, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს, რომ უკავშირდებოდეს მისი დაწინაურება იმ ჩვენებას, რომელიც სინდისის პატიმრების წინააღმდეგ მისცა. რომელ რისკში დაგაწინაურეს? დაახლოებით 1 თვის დამაწინაურეს. შესაბამისად, მანამდე თქვენ უკვე გამოკითხული იყავით, როგორც დაზარალებული და ჩვენება მიცემული გქონდათ, ასეა, ხო? დავისწავლე. დილების ხო არ გქონდათ დაზიანებული? არა, გადამჭირებულები არ დამიზიანდა. ესე იგი, ქვა მოგხვდათ და ამ ხელა ადგილი, იმ ხელაზე შიგნითაც დაზიანებული, მაგრამ კბილებს არაფერი არ დაეყო. არა. როცა მოხვდა, თვალში დამიბნელდა და ვინ წამიყვანა იმ მომენტში არ მახსოვს. ანუ თქვენ გაქვთ პრეტენზია იმაზე, რომ ვიღაცამ ქვა გესროლათ და მიიღეთ დაზიანება. ესეა, ხო? აკროს ხედან, აბა რო გადახედოთ, ამ ადამიანებს იცნობთ? მე არ მესამბეს. მესრობა თუ არა ეს ადამიანი? მე ვერ ვიტყვი, არ დამინახია და იმას ვერ დავერტყვი, ან იყო ან არ იყო, არ ვიცი, არ დამინახია მე. აქ წარმოდგენილი პირები, ვინც ბრალდებული სახით არიან წარმოდგენილები, თქვენ რომელიმე ხომ არ დაგინახავთ აქციაზე? იგივე პასუხი მექნება. ანუ არც ერთი არ გინახავთ. მე არ დამინახავს და ვერ ვიტყვი, ან იყო ან არ იყო, არ ვიცი. რომელ რისკში დაზიანდით? 28 რიცხვში დავზიანდი. 28 ნოემბერს. 2024 წლის 1 დეკემბერს თქვენ იმყოფებოდით თუ არა აქციაზე? არა, არ ვიმყოფებოდი. არ იმყოფებოდით. შესაბამისად, ადამიანები, რომლებსაც ბრალი აქვს წარდგენილი 2024 წლის 1 დეკემბერს თითქოს და ჩადენილ ძალადობაზე, თქვენ მათ მიმართ რაიმე სახის პრეტენზია ვერ გექნებათ, ასეა, ხო? მე ვთქვი დავზიანდი 28-ში, 1 დეკემბერს. პასუხი გავცეთ კონკრეტული პრეტენზია გაქვს თუ არა? ესეთ ადამიანთან, რომელსაც ბრალად ედება შესაძლო დანაშაულის ჩადენა 1 დეკემბერს, მის მიმართ პრეტენზია ვერ გექნებათ, ასეა, ხო? ეგრე გამოდის. გიორგი ტერიშვილის შემთხვევაში 1 დეკემბერს ეტავებიან ბრალად და პატივცემული 28-ში იმყოფებოდა და ალბათ იგივე პასუხი გექნებათ, რაც ქალბატონ იმას გაეცით, ხო? თქვენ 28 ნოემბრის შემდეგ ერთი პირი აღარ ყოფილხართ აქციაზე და ლოგიკურია, რომ სხვა პირი, რომელიც 1 დეკემბერს იმყოფებოდა, თქვენ ვერც დაგაზიანებდათ და თქვენ წინააღმდეგ ვერაფერს ვერ განახორციელებდით. თავისთავად სახში იმყოფებოდი 1 დეკემბერს. როგორც მაყურებელმა მოისმინა, ნიკოლოზ ხურცილავამ პოლიციელმა ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა ძალიან მკაფიოდ განუმარტა სასამართლოს, რომ 28 ნოემბერს მიიღო მან დაზიანება და მას ვერ ექნება პრეტენზია სინდისის პატიმრების მიმართ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს განსასჯელის სკამზე სხედან სწორედ, რადგან მათ არც კი ედავება საგამოძიებო უწყება 28-ში ჩადენილ რაიმე ქმედებას, ყველა ბრალდებული, ვინც დაკავებული არის და ახლა განსასჯელის სკამზე ზის 29 ნოემბერს, 1 დეკემბერს, 6 დეკემბერს და სხვადასხვა რიცხვებში ჩადენილი ქმედებების გამო არიან სწორედ განსასჯელის სკამზე. შესაბამისად, ბუნებრივია დღეს სინდისის პატიმრებმაც ისარგებლეს სიტყვის უფლები და მათ განმარტეს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მოყავს სახელმწიფო ბრალდებას დაზარალებულების ხდომათა დარბაზში, რომ დაამძიმონ ბრალი, არა თავადმოწმეებიც კი ამბობენ, რომ ამ ადამიანების მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დახვდებოდათ ადამიანი, რომელიც უშუალოდ დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში, ეს გითხრეს თუ არა, ის მაინტერესებს. მე დამიბარეს და მოვედი აქ. თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვები, რომ მე რატო უნდა მივიდე და მაინც და მაინც შუაში ვარ? როცა დაგიბარებენ კითხვები, გიბარებენ და უნდა მიხვდე, ვალდებული ხარ რომ მიხვიდე. თქვენთვის მისაღებია თუ არა, რომ იყო დამნაშავე, ვინც თქვენ ქვა გესროლათ, რომ რაღაც აიღონ და აი ბრალი დაუმძიმონ რა, ამ სხვა ბრალის დაუმატონ. ეს არის თუ არა თქვენთვის მისაღები, ეს მაინტერესებს. პროტესტებელი იქნება, გააპროტესტეთ, მაგრამ მაინც ფრთხილად ვიყავი, რომ აპროტესტები, მაგით ოზი ვარ ახლა აქ. ხო, მოკლედ
ნახეთ, არც ერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს და რამდენიმე ადამიანმა ეს მოვიყარეთ თავი და მოდი მომეცი რა ქვის რო ანუ ესეთი რაღაც წარმოგიდგენია რომელიმე დანაყოფის მხრიდან მსგავსი ჟესტები თუ გაგიგეთ ესეთი ჟესტები თუ გაგიგეთ თუ დაგინახავთ მე როცა ვიმყოფებოდი მსგავსი ქმედება მე არ დამინახია წერგანას თქვი არც სიტყვებს არ გამიგია და არც მსგავსი საშინელი დასანახი იყო ძალიან კარგი მეორე მოწმე იყო გამოძახებული რომელსაც არანაირი შემხებლობა ჩვენთან არ აქვს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ხედავთ ეხლა აქ თქვენ ეს ადამიანები მოყავთ ალაპარაკებენ რომ დაზიანდნენ და ალბათ დაზიანდნენ კიდეც და თუ დაზიანდნენ ეს არავის არ უხარია ნამდვილად სამთავრობო მედიები ამას იყენებენ არსებობს ეგეთი პოლიტექნოლოგიური ხრიკი ლაპარაკობენ როგორ დაზიანდნენ და ჩვენ კადრს ანახებენ ამ ლაპარაკის ფონზე. ერთადერთი მიზეზი ამ ყველაფრის არის ეს, რომ საზოგადოებაში შექმნან ის აღქმა, რომ თითქოს ჩვენ აი ამ ადამიანებთან შემხებლობაში იმის მიუხედავად, რომ ამბობენ, რომ ჩვენთან არავითარი პრეტენზია არ აქვთ, რაღაცნაირად მაინც უნდათ, რომ რაღაცნაირად დალექონ, რომ ჩვენ თითქოს ამ საქმეზე დამნაშავეები. კიდე რომ ვინმე თქვა გესროლოთ ამოიცნობ თუ არა. კონკრეტულად ამის ნასროლი გამოთა თუ იმის ნასროლი კონკო მაგას მე ვიძახე რომ ვერ დავადასტურებ არ ვიცი ვინმე სულა. ესე იგი არ იცით და ვარაუდის გამოხართ აქ მოსული. შესაძლებელია ვარაუდის საფუძველზე ნებისმიერ პროცესზე იაროთ რომ იქნებ როგორმე ვინმე ამოიცნოთ. ამოცნობით ოდეს მე ამოიცნობთ ვინმე ეს. შეთვე თუ ვერ ამოვიცანი და არ ვიცი ვინმე სულა 6 წლის მერე და 5 და 10 წლის მერე ვერ ამოვიცი დამიბარეს და მოვედი, ასეთი იყო მოწმე პოლიციელის პასუხი დღეს სინდისის პატიმრებისთვის იმ კითხვებზე, რომელიც სწორედ თავისუფლებისთვის მებრძოლებმა დაუსვეს განსასჯელის ხამიდან პოლიციელს, რომელმაც მათ წინააღმდეგს მისცა ჩვენება, თუმცა ვერანაირი ღირებული ინფორმაცია გამოძიებას ვერ მიაწოდა. ახლა 11 სინდისის პატიმრის საქმეზე შესვენება არის გამოცხადებული, რამდენიმე წუთში განახლდება სასამართლო პროცესი, ისევ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით.